ჩვენ რასაკურველია, კვლავ უნდა განვაგრძოთ საუბარი იმ პროცესებზე, რაც ახლა მიმდინარეობს არალეგიტიმურ პარლამენტში, სადაც იღებენ განცხადებას მეგობარი აქტის საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის და მისი ეგრეთ წოდებული უმრავლესობის წარმომადგენლები და რასაც წინ უძღოდა დღეს შალვა პაპუაშვილის განცხადებები ჩვენს პარტნიორებთან დაკავშირებით და გუშინ ჩვენ ყველამ ვნახეთ ირაკლი კობახიძის წერილი, რომელიც მან შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და დივენს და გაუგზავნა. გიორგი ბადრიძე უნდა შემოგვერთდეს ახლა პირდაპირ ეთერში რონდელის ფონდის მკვლევარი და მასთან ერთად ვისაუბრებთ იმ დიაგნოზსა თუ სიმპტომებზე, რასაც გვიჩვენებს ივანიშვილის რეჟიმი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, დიდი მადლობა თქვენ ჩართვისთვის და პირველ რიგში მინდა რომ თქვენი შეფასება მოვისმინო სწორედ იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც ვნახეთ ჩვენ გუშინ ყველამ და მისი გაგრძელება უკვე რაც ხდება დღეს არალეგიტიმურ პარლამენტში მეგობარი აქტის საპასუხო განცხადების მიღება, რომელიც შინაარსობრივად და პათოსითაც განაგრძობს იმ გუშინდელი წერილის სულისკვეთებას. რა დიაგნოზს გვაჩვენებს ეს ივანიშვილის რეჟიმის, ბატონო გიორგი? მე ცოტა უკუნიდან დავიწყებ, იმიტომ რომ მე კარგად მახსოვს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ როგორ გვიხსნიდნენ, რომ რუსეთის აგრესიაზე, ბორდერიზაციაზე, ჩვენი მოქალაქეების გატაცებაზე, წავლებაზე, მკვლელობაზე რეაქციის მიცემა არანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს მათი ახალი პოლიტიკა რუსეთს არ გაღიზიანებს, არის მართული დიდი რისკების თავიდან ასაცილებლად, ურთიერთობების დასალაგებლად და საერთო ჯამში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მშვიდობას შემდეგ გვაყვედრიდნენ წლების განმავლობაში თავიანთ ამომრჩეველს ათქმევინებს რამდენჯერმე მადლობა მშვიდობის და ასე შემდეგ ეს ლოზუნგად იქცა და ამ ფონზე დაუშვათ და თავიანთ ჭეშმარიტ მოკავშირედ იმ ხალხს, იმ ქვეყნებს, რომლებიც ქართველი ხალხის გვერდზე იდგნენ ჩვენი დამოუკიდებლობის მომენტიდან, თავიანთ მოკავშირედ ართვლიან და მართლა მიაჩნიათ, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია და ასე შემდეგ. მაინც და მაინც მათთან რატო აქვთ ასეთი დიდი გული, რატო არიან ასეთი აგრესიულები? სამშვიდობა აღარ არის მათთვის მთავარი და სტაბილურობა. აი ამ თვალსაზრისით მე ვერ ხედავ თანმიმდევრულობას. ანუ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია, რომელმაც ჩვენი მოქალაქეები სახლებიდან გამოყარა ეთნიკური წმენდა ჩაგვიტარა, რომელიც დღემდე მხარს უჭერს ამ პროცესის განმახორციელებლებს და თვითონ დღეს ფიზიკურად აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების გატაცება, გამოსყიდვას, მასთან არიან აი კატის კნუტებივით და ასე კი დიდგულზე არიან და ხმალ ამოღებული ებრძვიან აი პირდაპირ გლობალური ომის პარტიას. თანმიმდევრობას ვერ ხედავ თქო. ეს ნახევრად სერიოზულად. ეს ორველისეული რეალობაა, ბატონო გიორგი, რომ ახსენეს გუშინ ორველი, სინამდვილეში ხომ თავად აკეთებენ ამას, რომ ომი მშვიდობაა და აი ამ რეალობის ამოტრიალებას ცდილობენ, ხო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ლიტერატურული მეტაფორების გარეშე რეალობა ასეთია, რომ ივანიშვილი წინააღმდეგობაში მოდის ივანიშვილის ინტერესები დემოკრატიული საქართველოს ინტერესებთან, დასავლეთში, ევროკავშირში, ნატოში ინტეგრირებულ საქართველოს ინტერესებთან, რადგან პირველ რიგში ის უსაფრთხოების გარანტიები, ის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც ჩვენთვის შესაძლებელი გახდა ბოლო წლებში უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, მოითხოვს, რომ ქვეყანა უბრალოდ არ იყოს ერთი კაცის საკუთრება, რომ ის არ წარმოადგენდეს ერთი კაცის ზოოპარკს, ზუსტად ისე როგორც ივანიშვილი უყურებს საქართველოს. ის თulis რომ მან მოახდინა ამ ქვეყნის პრივატიზება და რომ ის უნდა მართავდეს პარლამენტს, მთავრობას, სასამართლოს ყოველ ჩვენგანს და ყველა ვინც არ ჩადგა ამ სისტემაში ღრმად კორუმპირებულ და ანტიეროვნულ სისტემაში ყველა პირად მტრად მიაჩნია და მე შევახსენებ, რომ არავინ არასდროს საქართველოს არ აიძულებდა დასავლეთთან თანამშრომლობას, ეს იყო ქართული ხალხის არჩევანი, ეს იყო ცივილიზაციული არჩევანი გაკეთებული
სულ მცირე მეოთხე საუკუნეში დასავლეთის მაშინდელი დასავლეთის რელიგიურ ერთობაში, ცივილიზაციულ ერთობაში გაწევრიანებით ქრისტიანობის მიღებით და მას შემდეგ ცივილიზაციურად ჩვენ ყოველთვის უფრო მეტი საერთო ჰქონდა დასავლეთთან და დამოუკიდებლობის შემდეგ არჩევანი ძალიან მარტივი იყო. ერთის მხრივ იყო ჩაფლავებული საბჭოთა რუსული იმპერიული პროექტი და მეორეს მხრივ ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ აყვავებული ეკონომიკით, სოციალურ, პოლიტიკური თვალსაზრისით დასავლეთი ევროკავშირი. ანუ ეს არჩევანი ძალიან ბუნებრივი იყო. ეს არჩევანი წინააღმდეგობაში მოდის მარტო ოლიგარქის ინტერესებთან, რომლისთვისაც დემოკრატიული წესები, მოქალაქეების მიერ არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის საშუალება, თავისუფალი სასამართლო ეს ყველაფერი არის მისი შემზღუდავი ფაქტორები და ამიტომ ის სრულიად ბუნებრივად მისთვის უფრო ახლობელ სისტემას ირჩევს, რუსულ სისტემას, რომელსაც ის მოსვლისთანავე შეუდგა, როლის მშენებლობასაც ის შეუდგა მოსვლისთანავე. ეხლა ამის გარდა კიდე არსებობს ბევრი მოსაზრება, რომ პირდაპირი კავშირები არსებობს ამ რეჟიმს და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის. მე რაიმე კონკრეტული ფაქტები არ მაქვს, მაგრამ რომ უკეთეს აგენტურას კრემლი საქართველოში ვერ ისურვებდა, ეს არის მარტივი ფაქტი, რადგან 2012 წლამდე ავად თუ კარგად საქართველო ადგა დემოკრატიული განვითარების, ან მე არ ვამბობ, რომ დემოკრატიული ვიყავით უკვე, მაგრამ ამ მიმართულებით მოძრაობდით, დასავლეთის ინტეგრაციის მიმართულებით მოძრაობდით და ამ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი შეატრიალა 180 გრადუსით. ასე რომ პირდაპირ რომ მოსკოვს დაესვა თბილისის აღმასრულებელ საკანონმდებლო სასამართლო სტრუქტურებში თავისი ხალხი, სხვას ალბათ არაფერს გააკეთებდა. კი ბატონო, ბატონ გიორგი, მე მინდა რომ კიდევ ერთ მიმართულებაზე გავაკეთოთ აქცენტი, თუ არის ეს შესაძლებელი. შანტაჟის ენა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამოკიდებულებაში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. აი ახლა მაგალითად რომ ვახსენეთ, პარლამენტი რომ იღებს ეგრეთ წოდებული კონგრესის საწინააღმდეგო განცხადებას, აქ ნათქვამია, რომ დასანანია, რომ კონგრესმა, რომელიც ერთ დროს დემოკრატიის ციტადელად იყო ცნობილი, 2025 წლის 5 მაისს საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია ქართული საზოგადოების თვალში მძიმედ შევლახა. ჩვენ გვახსოვს ბატონ გიორგი, თქვენთან ერთადაც საუბრობდით ბრიტანული სანქციების შემდეგ, როგორი იყო, ხო? ქართული ოცნების რეჟიმის განცხადებები ბრიტანულ დემოკრატიასთან დაკავშირებით. გვახსოვს იგივე ევროკავშირის მიმართ აი ეს შანტაჟის პოლიტიკა, შანტაჟის ენა, რომელიც 28 ნოემბერს დაგვირგვინდა უკვე იმ განცხადებით, რაც გამოაცხადა ირაკლი კობახიძემ. აი ეს შანტაჟის ელემენტებს რამდენად ხედავთ თქვენ უკვე გუშინდელ წერილშიც და უკვე ბოლოდროინდელ მოქმედებებში ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ და სად მიდის ამით ივანიშვილი საბოლოოდ? რისთვის ემზადება? ყველაზე ნიშანდობლივი მომენტი აი გასაოცარ წერილში იყო ესეთი პასაჟი, რომ სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან გაქვთ ურთიერთობა და ჩვენთან რატომ არ გინდათ? ეს ერთგვარი აღიარებაც იყო. ოღონდ ეს აღიარება არ ითვალისწინებს იმას, რომ შეერთებული შტატები მართლაც გარკვეულ ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან არანაირად დემოკრატიული, თანამშრომლობს აი ამ წუთებში გრძელდება დონალდ ტრამპის, პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც არანაირად დემოკრატიის შუქურა არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ქვეყნები, რომლებიც გლობალურ ეკონომიკაში და მათ შორის შეერთებული შტატების ეკონომიკაში უზარმაზარ როლს თამაშობენ და მათი იგნორირება შეუძლებელია და გარდა ამისა გეოპოლიტიკურ სამხედრო უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატები ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის გარეშე ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და არა მარტო შეერთებული შტატების და ახლო აღმოსავლეთის ურთიერთობას გულისხმობ. საქართველოს რისი შეთავაზება შეეძლო დასავლეთისთვის და მათ შორის შეერთებული შტატებისთვის ეს იყო მისი გეოეკონომიკური ფუნქცია, სატრანსპორტო, სატრანზიტო ფუნქცია, რომელშიც მან უარი უთხრა შეერთებულ შტატებს. მე შეგახსენებთ, რომ ტრამპის წინა ადმინისტრაციის დროს ერთხელ იყო ჩამოსული მისი სახელმწიფო მდივანი და ერთი მთავარი და ერთადერთი პრაქტიკულად გზავნილი დაგვიტოვა, რომ არ გადასცეთ ანაკლია
მაჩინელებს. ანაკლია როგორც ყველაზე მთავარი ელემენტი საქართველოს გეოეკონომიკური, გეოპოლიტიკური ფასეულობისა. და ამის შემდეგ რითი აშანტაჟებს შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ ის რაც შეერთებულ შტატებმა პირდაპირ გითხრა რომ ჩემთვის თუ ფასეულობებს თავს გავანებებთ, როგორც თვითონ მოუწოდებენ შეერთებულ შტატებს დემოკრატიას დავივიწყებთ, მაშინ უნდა ვისაუბროთ რაღაცა სარგებელზე, ხო? ყველაზე მაღალი სარგებელი შეერთებული შტატების გადმოსახედიდან საქართველოს ჰქონდა თავისი პოტენციალით რომ დაეკავშირებინ ერთმანეთთან კასპიის და შავი ზღვის რეგიონები. და ამ პოტენციალის მთავარი გასაღები ივანიშვილმა უბოძა ჩინეთს. მაშინ რა ფასეულობაზე და რა ინტერესზეა საუბარი. ასე რომ ეს ბუნებრივია არ წარმოადგენს ოდნავაც მაინც ახლოს რეალურ დამოკიდებულებასთან, რასაც ივანიშვილი ფიქრობს ასე რომ იყოს და სხვადასხვა აი ანუ საბოლოო მიზანი არის ბატონო გიორგი შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ გააკეთებს დაახლოებით იგივე შინაარსის სიმძიმის და საფრთხის შემცველ განცხადებას ირაკლი კობახიძე როგორც ეს იყო 28 ნოემბრის განცხადება ევროკავშირთან დაკავშირებით ველოდოთ რეალურად ეს უკვე მომხდარია და 28 ნოემბრის განცხადება მხოლოდ ფორმალური აღიარება იყო იმისა რაც მათ დიდი ხნით ადრე გააკეთეს საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთის მიმართულებით ევროკავშირში და ბევრად უფრო ადრე ნატოში გაჩერდა უთხრა მაგალითად ნატო ამოიღეს საერთოდ თავიანთი ლექსიკიდან ხსენებიდან გაჩერდა ნატოს ყოველწლიური წვრთნები ერთობლივ საქართველოში დიდი ხნით ასე ისე რომ არავის შეუმჩნევი ამაზე განცხადება კი არა საერთოდ მინიშნება არ ყოფილა 28 ნოემბერი იყო უბრალოდ გაცხადება კი ბატონო შეერთებულ შტატებთან საქართველოს კი არა და ივანიშვილის რეჟიმს გაჩერებული აქვს თანამშრომლობა დიდი ხნით ადრე და გადავიდა მის მიმართ ცივი ომის მდგომარეობაში ასევე კაგახნის წინ აი თავიანთ მომხრეებს მადლობებს ახდევინებენ სუვერენიტეტის დაცვისთვის იქნებ ერთი განცხადება მანახოთ ამ პრემიერ-მინისტრის ამ პარლამენტის ან ვინმეს რომელიც სახელმწიფო დუმის ან პრეზიდენტ პუტინის ან ვინმეს მიმართ არის მიმართული რომელიც იცავს საქართველოს ოკუპაციას რუსეთის კოლონიალურ განცხადებისგან და დამოკიდებულებისგან. ესეთი არ გვინახავს, ეს არის რუსული აგენტურა, რომელიც მუშაობს რუსეთის ინტერესებში, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და მათი განცხადებები არის გამომხატავი იმ დისკომფორტის, რომელიც შეიქმნა აი ამ სანქციების თუ სხვა ჯერჯერობით საკმაოდ რბილი და არც თუ ესეთი ყოვლის მომწველი ნაბიჯების შედეგად. პერსპექტივა არ მოწონთ, პირველი ნიშნები სანქციების არ მოწონთ და ამის გამოხატულება გვაქვს, იმიტომ რომ დასავლეთისგან იზოლაცია მათ უნდათ ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ხოლო თვითონ მათ განზრახული ჰქონდათ დასავლური ცივილიზაციის ყველა სიკეთით სარგებლობით გაგრძელება, თავიანთი შვილების გაგზავნა ისევ დასავლეთში და არა თათარ-მონღოლეთში, სასწავლებლად, თვითონ საშოპინგოდ და დასასვენებლად და აი ეს პერსპექტივა ეხლა იკეტება იმ ხალხისთვის, რომელიც საქართველოს უკეტავს თავისუფლების და დასავლეთთან თანამშრომლობის გზებს.